უპრეცედენტო მასშტაბის და წარმატების სპეცოპერაცია ფრანგული მხარის აღიარება და საქართველოს სპეცსამსახურების ეფექტიანობის დასტური. საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის აგენტები გაიწვია. ამის შესახებ დაზვერვის და დიპლომატიური ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგული წამყვანი გამოცემა წერს. დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. ჯაშუშობისთვის დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. ქართული სპეცსამსახურების აღიარება საფრანგეთიდან. საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი ქართული დაზვერვის მიერ გამოვლენილი გახმაურებული ჯაშუშობის საქმის ცენტრშია. ამ სათაურით სტატია დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგულმა წამყვანმა გამოცემამ გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის აგენტები გაიწვია. ამით კი ფრანგულმა მხარემ აღიარა ის, რასაც საქართველოში მინიშნებებით ამბობდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვინაობების გასაჯაროებით დაიმუქრა. საფრანგეთმა აგენტები მაისში გაიყვანა. სტატიაში წერია, რომ ამას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანამოაზრის დაკავება. სავარაუდოდ იგულისხმება გიორგი უძილაური. ფრანგული სტატიის ავტორი წერს, რომ საფრანგეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი ისევ ფრანგებს შეუბრუნდათ. ეს თავდაპირველად საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მხრიდან საქართველოში გადადგმული ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რაც მოიცავდა ქვეყნის არაფორმალური მმართველის ახლო გარემოცვის წევრის გადაბირებას. თუმცა ყველაფერი თავად ფრანგული დაზვერვის წინააღმდეგ შემოbrunდა, როდესაც ქართულმა კონტრდაზვერვამ ეს ოპერაცია გამოააშკარავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში ჯაშუშობის საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავა. ქვეყნებს არც სუსი ასახელებდა და არც ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე. თუმცა იყო მინიშნებები. ახლა კი ფაქტს თავად საფრანგეთი ადასტურებს. ჯაშუშობის ბრალდებით არაერთი პირი დააკავეთ. ჩვენი ინფორმაციით ისინი წარმოადგენენ რუსეთის, პოლონეთის, ირანის და საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებს. შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ თქვენ ეს ინფორმაცია? ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ რომ პოლონეთი არაფერს ვერ შეერა. მანამდე იყო გაფრთხილება. მინდა ვთხოვო ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებულ და ინტენსიური რეჟიმით ჩვენს ქვეყანაში, რომ ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ქართულ სპეცსამსახურებს დღეს. კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში. ჩვენ ძალიან დიდი ინფორმაციები გვაქვს და ჩვენ სამართალმცველებს აქვთ ეს ინფორმაციები და ვთხოვთ, რომ ეს ხალხი გაიყვანონ, მოაშორონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი ახორციელებენ. შემდეგ იყო 12 მაისი და პოზიტიურ გამოხმაურებებზე ლაპარაკი. საკმაოდ პოზიტიური შედეგები მოყვა და გამოხმაურება სხვადასხვა ქვეყნიდან უფრო მძიმე თემებზე. ამიტომ ვიმედოვნოთ, რომ ადეკვატური რეაქციები კვლავ გაგრძელდება იმ განცხადებებზე, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ. ფრანგულ სტატიამდე კი რამდენიმე დღით ადრე ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ჩამოაყალიბა საქართველოს პოზიცია გაშიფრული ჯაშუშების შესახებ. არც ერთ ადამიანს, რომელიც რაღაც საქმიანობას ეწეოდა წარსულში, ჩვენ არ შევხედავთ, არ დაგვიწყია საგამოძიებო მოქმედებები მათი მიმართულებით, გარდა იმ ადამიანებისა, იმ ორი ადამიანისა, რომელმაც გააგრძელა კონკრეტული გარკვეული მოქმედებების განხორციელება. შესაბამისად ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს როგორც მინიმუმ. დავპირდები ყველას და მის თქმის საფუძველს მაძლევს კეკაგელაძის უწყების სიძლიერეც, სულხან თამაზაშვილის უწყების სიძლიერეც და ასე შემდეგ, რომ არც ერთი ასეთი ადამიანი შეუმჩნეველი აღარ დაგვრჩება. ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც ქართული სახელმწიფო არასდროს ყოფილა. ქვეყნის ისტორიაში მსგავსი მასშტაბით ჯაშუშური საქმიანობა ქართულ სპეცსამსახურებს არ გამოუვლენიათ და ჯაშუშები არ დაუკავებიათ. ქვეყნის ისტორიაში პირველად ევროპულ ქვეყანას საქართველოში აგენტების არსებობის აღიარება და მათი გაყვანა მოუწია. მოხდა აღიარება, სრული აღიარება, რომ ისინი არა ირიბად, არამედ პირდაპირ აწარმოებენ ძირგამომთხრელ საქმიანობას, სადაზვერვო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. მეორე, ჩვენი ხელისუფლების რეაგირება, რომელმაც არ აიყვანა ეს
ძალიან საგანგაჟო ფაქტი დიპლომატიური სკანდალის რანგში. ეს არის სპეცსამსახურების მუშაობაში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ილეთი აიყვანო, ამხილო და გააძევო ქვეყნიდან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტი თანამშრომელი. რა ამოძრავებდა საფრანგეთის სპეცსამსახურებს საქართველოში. ეს არის ან დივერსიული ზრახვები, ან პოლიტიკური მიზნები. სახელმწიფო გადატრიალება, ასებული ხელისუფლების ჩანაცვლება, ძალადობრივი გზებით, ქუჩის აქციებით. ეს ყველაფერი შედიოდა ევროკავშირის და ალბათ საფრანგეთის ინტერესებშიც კი. საქართველოს ანგარიშზე მორიგი წარმატებული სპეცოპერაცია.